ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა. სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. კობახიძის თქმით, მათ პირველადი ინფორმაცია აქვთ, რომ ბაზარზე არსებული თამაშის წესები ქართულ მწარმოებლებს ადგილობრივ ქსელურ მარკეტებში საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაციაში გარკვეულწილად ხელს უშლის. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით კობახიძემ პირველი შეხვედრა 21 იანვარს ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართა. მომდევნო დღეს სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა და ფასთა წარმოქმნის პროცესების შესწავლის მიზნით სასამართლოს განჩინების საფუძველზე დოკუმენტები გამოითხოვა. ბიზნესი მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე ფასწარმოქმნა ხორციელდება ჩვენთან თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე. თუმცა აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, საზოგადოების წინაშე და ვფიქრობთ, რომ ამ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში. რაც შეეხება თვითონ ქართულ წარმოებას, ამ კუთხით განსაკუთრებით პრობლემურად გვესახება ის მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი. ჩვენ გვაქვს რაც პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართულ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენ ქსელურ მარკეტებში. ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი, ესეც რომ დავაზუსტოთ, არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ირაკლი კობახიძემ სასურსათო ფასებზე კომენტარი 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. მაშინ ოცნების პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისკენ მოუწოდა.